მრავალი წლის განმავლობაში სადამ ჰუსეინი იყო ყველაზე ძლიერი ადამიანი ერაყში. მისი მთავრობა აკონტროლებდა სამხედრო ძალებს, უსაფრთხოების სამსახურებს და ქვეყნის თითქმის ყველა მნიშვნელოვან ნაწილს. მისი მთავრობის მოწინააღმდეგეებს ის აპატიმრებდა, აწამებდა ან კლავდა. როცა სადამი უფრო ძლიერდებოდა, მისი უფროსი ვაჟი უდაი ჰუსეინიც იზრდებოდა. იმის გამო, რომ ის ერაყის ლიდერის შვილი იყო, უდაი გაიზარდა ძალაუფლებისა და განსაკუთრებული მოპყრობის გარემოცვაში. უდაი დიდ ძალაუფლებას მოიპოვებს სპორტში, მედიაში, ბიზნესში და რამდენიმე შეიარაღებულ ჯგუფში. ასევე ბევრი ყოფილი ოფიციალური პირი და სპორტსმენი ამბობდა, რომ მან ეს ძალაუფლება გამოიყენა სხვების დასაშინებლად, დასაზიანებლად და სხვებზე ძალადობისთვის. მაგრამ როგორ გახდა ის ასეთი? ამის გასაგებად ჯერ უნდა დაუბრუნდეთ მის ბავშვობას და გავიგოთ, როგორი ოჯახი ყავდა და როგორ გარემოში გაიზარდა. უდაი სადამ ჰუსეინი დაიბადა ბაღდადში 1964 წელს. ის ნასადამ ჰუსეინის უფროსი შვილია. იმ დროს სადამ ჰუსეინი ჯერ კიდევ პრეზიდენტი არ იყო. ის მხოლოდ აქტიური წევრი იყო ბაათის პარტიის, პოლიტიკური პარტიის, რომელიც ცდილობდა გაეძლიერებინა არაბული ნაციონალიზმი და ერაყის მთავრობის კონტროლი. 1964 წელს სადამ ჰუსეინი დააპატიმრეს, რადგან ის ბაათის პარტიის წევრი იყო და მის საქმიანობაში მონაწილეობდა. ის 1966 წელს ციხიდან გაიქცა. ამის შემდეგ მან გააგრძელა თავისი ჯგუფის ბრძოლა ძალაუფლების მოსაპოვებლად. ერაყში, როცა უდაი ბაღდადში იზრდებოდა, დიდი ცვლილება 1968 წელს მოხდა. გადატრიალების შედეგად ბაათის პარტიამ ძველი მთავრობა გადააყენა და ერაყის მართვა საკუთარ ხელში აიღო. პრეზიდენტი გახდა აჰმედ ჰასან ალ-ბაქრი, ხოლო სადამ ჰუსეინი სწრაფად გახდა ახალი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი. სადამმა ხელი შეუწყო მკაცრი უსაფრთხოების სისტემის შექმნას, რათა კონტროლი დაეწესებინა სამხედროებზე, მთავრობის ოფიციალურ პირებზე და ჩვეულებრივ მოქალაქეებზეც კი. ამიტომ ჰუსეინის ოჯახის ცხოვრება მოულოდნელად შეიცვალა. უდაი უკვე აღარ იყო უბრალოდ პოლიტიკური აქტივისტის შვილი. ის უკვე იყო ადამიანის შვილი, რომელიც მთავრობის უმაღლეს თანამდებობაზე იმყოფებოდა. როდესაც სადამი მაღალ თანამდებობაზე ადიოდა, მისი ოჯახის ხელში უფრო მეტი ფული, დაცვა და განსაკუთრებული მოპყრობა ხდებოდა. სწორედ აქ დაინახა უდაიმ მამის ძალაუფლება. სადამის მთავრობაში მხოლოდ მაღალი თანამდებობა საკმარისი არ იყო. სადამი უნდა დარწმუნებულიყო, რომ არც ერთი ოფიციალური პირი არ ყოფილიყო. არც ერთი სამხედრო მეთაური ან ბაათის პარტიის წევრი არ უნდა ყოფილიყო საკმარისად ძლიერი, რომ სადამს გამოწვევა გაეწია. ამიტომ მან ნელ-ნელა გააფართოვა კონტროლი უსაფრთხოების ძალებსა და თვით პოლიტიკურ პარტიას. 1969 წლისთვის უმაღლესი ძალაუფლება საბოლოოდ სადამს ჩაუვარდა ხელში. პრეზიდენტი აჰმედ ჰასან ალ-ბაქრი გადადგა და სადამი გახდა ერაყის პრეზიდენტი 1969 წლის ივლისში. პრეზიდენტად გახდომიდან რამდენიმე დღეში სადამმა მაშინვე აჩვენა თუ როგორ იმოქმედებდა, როგორ გაუმკლავდებოდა შესაძლო მტრებს საკუთარ პარტიაში. მან მოიწვია დიდი შეხვედრა ბაათის პარტიის ლიდერებთან ბაღდადში. ოფიციალური პირების წინაშე მთავრობამ განაცხადა, რომ აღმოაჩინეს შეთქმულება ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგ. შემდეგ თითოეულ სახელით მოიხსენიებდნენ პარტიის იმ წევრებს, რომლებიც ღალატში დაადანაშაულეს. როცა თითოეული სახელს ამბობდნენ, ადგომას ავალდებულებდნენ და შეხვედრის დარბაზიდან გახავდათ. 68 ბაათის პარტიის წევრი დაადანაშაულეს, დააპატიმრეს, ხოლო 22 სიკვდილი მიუსაჯეს, როგორც ამას მრავალი ისტორიული წყარო ადასტურებს. ზოგიერთი პარტიის დარჩენილი წევრი თავად ჩართეს სასჯელის აღსრულებაში მათი ყოფილი თანათანამოაზრეების წინააღმდეგ. აქ მესიჯი ნათელია. თუნდაც ადამიანს მაღალი თანამდებობა ეკავოს და დიდი ხნის ბაათის პარტიის წევრი იყოს, ის მაინც შეიძლება გაქრეს თუ სადამი მას საფრთხედ ჩათვლის თავისი ძალაუფლებისთვის. და ამ ყველაფრის დროს უდაი ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო. უდაი გაიზარდა ოჯახში, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება პირდაპირ იყო დაკავშირებული შიშთან და ძალასთან. მან დაინახა თუ როგორ იცავდა მამამისი ძალაუფლებას უსაფრთხოების ძალებით და მძიმე სასჯელებით ეჭვმიტანილი მტრების მიმართ. მასთან ერთად იზრდებოდა მისი უმცროსი ძმა გუსაი ჰუსეინი. ორივე ძმა მამამისის მთავრობაში ძალაუფლებას მოიპოვებს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მათი რეპუტაცია განსხვავებული გახდება. გუსაი უფრო ჩუმი იყო და ყურადღებას ამახვილებდა უსაფრთხოებასა და სამთავრობო ოპერაციებზე. უდაი კი ცნობილი გახდება თავისი ფეთქებადი ხასიათით, სისასტიკით და იმით, რომ ძალაუფლებას საკუთარი სურვილებისთვის იყენებს. და აი რაც შემდეგ მოხდა, როცა უდაის ძალაუფლება იზრდებოდა, უფრო და უფრო ნათელი ხდებოდა, რომ ის მას განსხვავებულად იყენებდა. მისი ახალგაზრდობის შესახებ ბევრი ამბავია, რომელთა სრულად დადასტურებაც დღეს უკვე რთულია. მაგრამ ბევრი ნათესავისა და მონათხრობის მიხედვით აშკარაა, რომ ის ხშირად აყენებდა სხვებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზიანს და თითქმის არავინ აჩერებდა მას.
1984 წელს უდაის ერაყის სპორტის სფეროში დიდი პასუხისმგებლობა დააკისრეს. ის გახდა ერაყის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი და ასევე დიდი გავლენა მოიპოვა ქვეყნის ფეხბურთზე. ნორმალურ სისტემაში ოლიმპიური კომიტეტი ეხმარება სპორტსმენებს ვარჯიშში, შეჯიბრებებში და განვითარებაში. მაგრამ უდაის მმართველობის დროს ეს კომიტეტიც მისი მეთოდების ნაწილი გახდა სპორტსმენების კონტროლისა და დაშინებისთვის. ყოფილი ერაყელი სპორტსმენებისა და ოფიციალური პირების თქმით, რომლებმაც ქვეყნის გარეთ ისაუბრეს, სპორტსმენებს აპატიმრებდნენ, სცემდნენ ან სჯიდნენ, თუ მათი შედეგები არ იყო კარგი. ფეხბურთელებმაც განაცხადეს, რომ მნიშვნელოვანი თამაშის წაგების შემდეგ მათზე სერიოზული ძალადობა განხორციელდა. პრობლემა მხოლოდ წაგების გამო გაბრაზება არ იყო. უდაისთვის ერაყის გუნდის გამოსვლა დაკავშირებული იყო მთავრობის სახელთან და რეპუტაციასთან. ამიტომ, როდესაც სპორტსმენი მარცხს განიცდის, ამას შეიძლება პირად სირცხულად აღიქვამდეს. არსებობენ ყოფილი სპორტსმენებიც, რომლებმაც თქვეს, რომ ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინის შიგნით ან მის მახლობლად იყო დაკავების ადვილი, სადაც ზოგიერთი სპორტსმენი სასჯელად მიყავდათ. ეს ისტორიები სხვადასხვა ჩვენებიდან გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც სპორტსმენები და ოფიციალური პირები ერაყიდან წავიდნენ. როდესაც უდაიმ სპორტზე კონტროლი გააძლიერა, მმართველ ელიტაში მის მიმართ შიშიც გაიზარდა. მაგრამ მოხდა ერთი შემთხვევა, რომელსაც ვეღარც თავად სადამი უგულებელყოფდა. 1988 წლის ოქტომბერში უდაი ერთ შეკრებაზე იმყოფებოდა, სადაც ასევე იმყოფებოდა კამელ-კამელხანა გიჟეო, სადამ ჰუსეინის ახლო-თანაშემწე და საკვების გამსინჯველი. უდაისა და კამელ-კამელხანას შორის ჩხუბი მოხდა. უდაიმ კამელ-კამელხანას თავს დაესხა და ის მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ბევრმა ადამიანმა იცოდა, რაც მოხდა, ამიტომ ეს ამბავი დამალვა შეუძლებელი იყო. ამჯერად უდაი დააკავეს და სადამმა უბრძანა თავის შვილს, რომ საქმეზე პასუხი ეგო. მაგრამ სასჯელი დიდხანს არ გაგრძელდა. მოგვიანებით უდაი თავის ძველ პოზიციას დაუბრუნდა და კვლავ გახდა თავისი ოჯახის ძალაუფლების სისტემის ნაწილი. ეს მოვლენა მნიშვნელოვანია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სადამმა იცოდა უდაი უკვე პრობლემად იქცა, მან მაინც ბოლომდე არ წაართვა ძალაუფლება საკუთარ შვილს. და სანამ უდაის ცხოვრება პრეზიდენტის შვილად გრძელდებოდა, კიდევ ერთი ამბავი იყო მასზე, რომელიც მოგვიანებით მთელ მსოფლიოში გახდება ცნობილი. ყოფილი ერაყელი ჯარისკაცი სახელად ლატიფ იახია ამბობდა, რომ მას აიძულეს უდაის ორეული გამხდარიყო. ორეული არის ადამიანი, რომელსაც ამსგავსებენ ცნობილ ან ძლიერ პიროვნებას. ის გამოდის საზოგადოებაში ან მიდის საშიშ ადგილებში ნამდვილი ადამიანის ნაცვლად. ლატიფ იახიას თქმით, ის და უდაი ბავშვობიდანვე ერთმანეთს ჰგავდნენ. ლატიფ იახიამ თქვა, რომ 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც ის ირანისა და ერაყის ომის დროს ერაყის არმიაში მსახურობდა, ბაღდადში გამოიძახეს. იქ მას უთხრეს, რომ უდაი სურდა გარკვეულ საჯარო გამოსვლებზე მისი ნაცვლად გამოეყენებინა. ლატიფის თქმით, თავიდან მან უარი თქვა. მან თქვა, რომ დააპატიმრეს და ემუქრებოდნენ, აშინებდნენ, სანამ არ დათანხმდა ეს როლი შეესრულებინა. ლატიფმა ასევე თქვა, რომ მისი გარეგნობის ზოგიერთი ნაწილი შეცვალეს და ასწავლეს, როგორ გაემეორებინა უდაის ქცევა, საუბარი, ჩაცმულობა და სიარულის მანერა. მაგრამ ამ ამბის უმეტესობა თავად ლატიფ იაჰიასგან მოდის. არსებობენ ჟურნალისტები და ყოფილი ერაყელი ოფიციალური პირები, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ ადასტურებენ ნამდვილად იყო თუ არა ის უდაის ორეული. ამიტომ ლატიფის ამბის ზოგი ნაწილი არ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ნამდვილად მოხდა. ლატიფის თქმით, ის იღელებდნენ საჯარო ღონისძიებებზე, პოლიტიკურ შეკრებებსა და სამხედრო ღონისძიებებზე, სადაც უდაი შესაძლოა საფრთხეში აღმოჩენილიყო. მან ასევე თქვა, რომ რამდენჯერმე დაიჭრა, რადგან ხალხს ეგონა, რომ ის სადამის ნამდვილი შვილი იყო. ლატიფმა მოხვა, რომ როცა ის საჯაროდ გამოდიოდა, ახლოდან ხედავდა უდაის პირად ცხოვრებასაც. აქვე იხილა მან პრეზიდენტის უფროსი შვილის მრავალი ძალადობა, მუქარა და აგრესიული ქცევა. შემდეგ ლატიფმა თქვა, რომ ვეღარ შეძლო ასეთ მდგომარეობაში დარჩენა. 1990-იანი წლების დასაწყისში ის გაიქცა ერაყიდან და ევროპაში ჩავიდა. ამის შემდეგ ლატიფმა საზოგადოებას უამბო ის, რაც მისი თქმით განიცადა უდაი ჰუსეინის ორეულად ყოფნისას. მიუხედავად იმისა, რომ ლატიფის ამბის ზოგიერთი ნაწილი დადასტურებული არ არის, აშკარაა, რომ 1990-იანი წლების დასაწყისისთვის უდაი ჰუსეინი ერაყში დიდ ძალაუფლებას ფლობდა. მას უკვე ჰყავდა საკუთარი ხალხი, ბიზნესი, მედია და ორგანიზაციები, რომლებსაც თავად აკონტროლებდა. და როცა ერაყი ომისა და სანქციების გამო სუსტდებოდა, უდაი ჰუსეინის გავლენა ქვეყანაში კიდევ უფრო ძლიერდებოდა. როდესაც ერაყი 1990-იანებში შედიოდა, უდაი ჰუსეინის ძალაუფლება კიდევ უფრო იზრდებოდა. მაგრამ მას საკუთარ მამასთან კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. ოჯახში დაძაბულობის ერთ-ერთი მიზეზი იყო სადამ ჰუსეინის გადაწყვეტილება 1986 წელს, რომ მეორე ცოლი სამირა შაჰბანდარი მოეყვანა. უდაი ამაზე გაბრაზებული იყო, რადგან მას ეგონა, რომ ეს მისი დედის საჯიდა ჰუსეინის შეურაცხყოფა იყო. უდაიმ დაადანაშაულა ქამელ ხანა, რომელიც სადამ ჰუსეინის ახლო თანამშრომელი იყო, რადგან სწორედ მან გააცნო სადამს სამირა. ამიტომ 1988 წელს
როდესაც უდაი და ქამელჰანა ერთ წვეულებაზე შეხვდნენ ერთმანეთს, უდაიმ ქამელჰანა დაარტყა და ის გარდაიცვალა. ეს დაძაბულობა იყო იმ ფონზე, რომელზეც 1988 წელს უდაიმ ქამელჰანა მოკლა. ამ ინციდენტის შემდეგ სადამმა უდაი დააპატიტიმრა და მოგვიანებით ჟენევაში, შვეიცარიაში გააგზავნა. უდაიმი დიდხანს ვერ გაძლო. ცნობების მიხედვით შვეიცარიის ხელისუფლება მის გააძევა. შემდეგ პრობლემები შეექმნა არალეგალური ცეცხლსასროლი იარაღის გამო. ის დაბრუნდა ერაყში, სანამ ქვეყანაში შემდეგი დიდი კრიზისი დაიწყებოდა. 1990 წლის აგვისტოში ერაყმა პატარა მეზობელი ქვეყანა ქუვეითი დაიპყრო. ამ გადაწყვეტილების მიღმა ბევრი მიზეზი იდგა. 8 წლიანი ომის შემდეგ ირანთან ერაყს დიდი ფინანსური ვალდებულებები ჰქონდა. ერაყსა და ქუვეითს შორის ასევე არსებობდა უთანხმოება ნავთობის წარმოებაზე, ნედლი ნავთობის ფასებზე და ტერიტორიულ საკითხებზე. სადამ ჰუსეინი ფიქრობდა, რომ ქუვეითის კონტროლი ერაყის მზარდ პრობლემებს გადაჭრიდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. გაერთიანებულმა ერებმა მაშინვე დაგმოეს შეჭრა და ერაყის ჯარების უკან დახევა მოითხოვა. როდესაც სადამ ჰუსეინმა უარი თქვა, გაერთიანებულმა ერებმა ერაყს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ვაჭრობა მსოფლიოს სხვა ნაწილებთან მკაცრად შეიზღუდა. ამასობაში შეერთებულმა შტატებმა და ბევრმა მოკავშირე ქვეყანამ შექმნეს დიდი საერთაშორისო სამხედრო კოალიცია, რათა ერაყის ძალები ქუვეითიდან გაეყვანათ. 1991 წლის იანვარში კოალიციამ ერაყის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. რამდენიმე კვირიანი საჰაერო იერიშებისა და მოკლე სახმელეთო შეტევის შემდეგ ერაყის სამხედრო ძალები იძულებულნი გახდნენ ქუვეითიდან დაეხიათ 1991 წლის თებერვალში. ეს სადამისთვის დიდი მარცხი იყო. თუმცა ის მაინც დარჩა ერაყის პრეზიდენტად, ხოლო უდაი მართველი ოჯახის იმ წევრებს შორის იყო, რომლებმაც ქუვეითის ოკუპაციით ისარგებლეს. არსებობს ცნობები, რომ როცა ერაყს ქუვეითი ეკავა, უდაიმ და მისმა ხალხმა იქიდან ძვირადღირებული ავტომობილები და სხვა ქონება წაიღეს. ომის შემდეგ უდაი უფრო აქტიურად ჩაერთო ბიზნესში, კონტრაბანდასა და ფულის შოვნის სხვა გზებში, იმ დროს როცა ერაყის ეკონომიკა სანქციების გამო მძიმე მდგომარეობაში იყო. სანქციებმა დიდი გავლენა მოახდინა ჩვეულებრივ ერაყელებზე. ფულის ღირებულება დაეცა, ქვეყანას გაუჭირდა ბევრი იმპორტირებული საქონლის მოპოვება და მომდევნო წლებში გაუარესდა საკვების, მედიკამენტებისა და სხვა ძირითადი საჭიროებების დეფიციტი. ამასობაში მმართველ ოჯახთან ყველაზე ახლოს ყოფ ადამიანებს კვლავ ჰქონდათ ცდომა ფულსა და რესურსებზე. ამ პერიოდში დაიწყო უდაიმ საკუთარი გავლენის ქსელის შექმნა. მისი გავლენა მხოლოდ სპორტით აღარ შემოიფარგლებოდა, ის მედიასა და ბიზნესშიც შევიდა. მისი გაზეთი ბაბელი დიდ სახელად იქცა და მან ასევე გავლენა მოიპოვა ტელევიზიასა და რადიოზეც. ამის წყალობით მას ჰქონდა საკუთარი გზა საზოგადოებასთან საკომუნიკაციოდ, საკუთარი იმიჯის დასაცავად და მისთვის მტრად მიჩნეული ადამიანების დასარქმელად. იმ დროს, როცა ერაყის ეკონომიკა სუსტებოდა, უდაის შემთხვევაში კი ყველაფერი პირიქით იყო. მისი კონტროლი მედიაზე, ბიზნესზე, სპორტსა და სხვადასხვა ორგანიზაციაზე ფართოვდებოდა. ნელ-ნელა ის სისტემაში, რომელიც მისმა მამამ შექმნა, საკუთარ ძალაუფლებას იძენდა. 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის შემდეგ ერაყში არეულობა სუფევდა. ეკონომიკა სუსტი იყო, საერთაშორისო სანქციები მკაცრი და ქვეყანაში ჯგუფები არსებობდნენ, რომლებიც სადამ ჰუსეინის მთავრობას აჯანყდნენ. სამხრეთ ერაყში ბევრი შიიტი ერაყელი აჯანყებას შეუერთდა. ბევრი მოკლეს, დააკავეს ან დააპატიმრეს, როცა მთავრობამ აჯანყება ჩაახშო. ამ პერიოდში ასევე არსებობდა ჩვენებები უდაი ჰუსეინის პირად ჩარევაზე ზოგიერთი პატიმრის დასჯაში. ზოგიერთი ყოფილი დაკავებულისა და მოწმის თქმით, უდაი ჰუსეინი მიდიოდა დაკავების დაწესებულებებში და მძაფრ ძალადობას იხენებდა პატიმრების მიმართ. რთული ამ ამბების თითოეული დეტალის დადასტურება, მაგრამ მრავალი დამოუკიდებელი ანგარიში უდაი ჰუსეინს აღწერს როგორც ადამიანს, რომელსაც შეუძლია სხვა საუნოს და არ ეშინოდეს სასჯელის. იმ დროს, როცა ბევრი ჩვეულებრივი ერაყელი სანქციების გამო სიღარიბეში ცხოვრობდა, უდაი ჰუსეინის ცხოვრება სრულიად საპირისპირო იყო. ის აგრძელებდა მდიდრულ ცხოვრებას და დიდ თანხებს ხარჯავდა მანქანებზე, ალკოჰოლზე, იარაღზე და სხვა ძვირადღირებულ ნივთებზე. შემდგომში, როდესაც ამერიკულმა ძალებმა 2003 წელს მისი რამდენიმე ქონება დაიკავეს, მათ იხილეს მისი კოლექციების მასშტაბი და მდიდრული ცხოვრება. ასევე არსებობდნენ ცნობები უდაი ჰუსეინის არეულ წვეულებებს. იგი ცნობილია როგორც ძლიერი მსმელი და ადვილად გაბრაზებადი ადამიანი. პრეზიდენტის შვილი იყო და ირგვლივ შეიარაღებული პირები ჰყავდა, რის გამოც ბევრი ადამიანი მის გარშემო შიშობდა, რომ წინააღმდეგობა გაეწია მისთვის. უდაი ჰუსეინიც ბიზნესში ჩაერთო. იგი სხვადასხვა კომპანიასა და კომერციულ ოპერაციებთან იყო დაკავშირებული, დაწყებული საკვებით, დამთავრებული გართობით. თუმცა ყველაზე დიდი ფული შავ ბაზარზე ტრიალებდა. საერთაშორისო სანქციების გამო ბევრი პროდუქტი რთული იყო ლეგალურად ერაყში შეტანა ან ერაყიდან გატანა. ჩვეულებრივი ერაყელისთვის ეს დიდი პრობლემა იყო.
რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც მმართველ ოჯახთან კავშირი ჰქონდათ, ეს შესაძლებლობა იქცა კონტრაბანდითა და არალეგალური ვაჭრობით ფულის საშოვნელად. უდაი უკავშირდებოდა ნავთობის, სიგარეტის, ალკოჰოლის და სხვა პროდუქტების კონტრაბანდას. მაშინ, როცა ბევრი ერაყელი პირველადი საჭიროებების ყიდვაში სირთულეებს აწყდებოდა, უდაი ცნობილია იყო თავისი ფუფულებით სავსე ცხოვრებით. მას თავის ტერიტორიაზე ეგზოტიკური ცხოველებიც ჰყავდა. აღმოჩენილმა ქონებამ აჩვენა, რამდენად განსხვავდებოდა მმართველი ოჯახის ცხოვრება იმ პერიოდის სანქციების დროს ბევრი ჩვეულებრივი ერაყელის მდგომარეობისგან. 1990-იან წლებში ის იყო ფედაინ სადამის ლიდერი, პარამილიტარული ორგანიზაცია, რომელიც გამოყოფილი იყო რეგულარული ერაყის არმიისგან და ცნობილი იყო განსაკუთრებული ერთგულებით სადამის მთავრობის მიმართ. ეს ჯგუფი გამოიყენებოდა როგორც ერთ-ერთი ძალა, რომელიც ეხმარებოდა მთავრობას მოსახლეობის კონტროლში და რეჟიმის მტრებთან ბრძოლაში. ეს ძალიან მძიმე იყო, რადგან მან თავისი ძალაუფლება ბოროტადაც გამოიყენა. ბევრმა ერაყელმა და რეჟიმის ყოფილმა წევრებმა მის პირად ქცევაზე ჩვენებები მისცეს. ბევრმა ქალმა განაცხადა, რომ უდაიმ თავისი ძალაუფლება სექსუალური ძალადობისთვის გამოიყენა. არსებობს ანგარიშები ყოფილი ოფიციალური პირებისა და მოწმეებისგან და ერაყელი გადასახლებულებისგან, რომ მისი ხალხი წეულებებიდან ქალებს იტაცებდა, სასტუმროებიდან და სხვა ადგილებიდან და მიყავდათ მის საკუთრებაში არსებულ ადგილებში. ჰუსეინის ოჯახის კონტროლის გამო უსაფრთხოების სისტემაზე ძალიან რთული იყო სხვაერთათთვის ან მათ ოჯახებისთვის ხმის ამოღება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია, რატომაც ეშინოდა უდაისი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის პრეზიდენტის შვილი იყო. უფრო დიდი პრობლემა იყო ის, რომ მას ჰქონდა ცდომა ფულზე, მედიაზე, უსაფრთხოების პერსონალზე და შეიარაღებულ ადამიანებზე. მაშინოცა ძალიან მცირე იყო შანსი, რომ მას ჩვეულებრივი სასამართლო სისტემა დასჭირდა. მაგრამ როგორც კი მისი ძალაუფლება იზრდებოდა, იმ ადამიანების რაოდენობაც იზრდებოდა, ვისაც მის მიმართ გაბრაზების მიზეზი ჰქონდა. როგორც კი ჰუსეინის ძალაუფლება ძლიერდებოდა, კიდევ ერთი ძლიერი ადამიანი გამოჩნდა. ის იყო ჰუსეინ ქამელ ალ-ალმაჯიდი, თავად ჰუსეინის ქმარი, რომელიც სადამ ჰუსეინის შვილია. ჰუსეინ ქამელი ხელმძღვანელობდა ერაყის სამხედრო ინდუსტრიალიზაციის კომისიას და მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ქვეყნის სამხედრო იარაღის პროგრამებში, მათ შორის ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის პროგრამებში. იმის გამო, რომ ის ახლოს იყო სადამთან და ხელმძღვანელობდა საიდუმლო სამხედრო პროგრამებს, ჰუსეინ ქამელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო მთავრობაში. მაგრამ 1995 წლის აგვისტოში მოულოდნელად მან დატოვა ერაყი და თავის ძმასთან სადამ ქამელთან ერთად იორდანიაში გაიქცა. თან წაიყვანეს თავიანთი ცოლებიც, რომლებიც სადამ ჰუსეინის ქალიშვილები იყვნენ. ეს დიდი პრობლემა იყო ერაყის მთავრობისთვის. მისთვის არ იყო ჩვეულებრივი ოფიციალური პირი, ვინც გაიქცა. ჰუსეინ ქამელს ბევრი საიდუმლო იცოდა ერაყის სამხედრო პროგრამების შესახებ. იორდანიაში ოფნისას მან ისაუბრა გაერთიანებული ერების იარაღის ინსპექტორებთან და მიეწოდა ინფორმაცია იმ პროგრამებზე, რომელთა გამოძიებასაც გაერო დიდი ხანია ცდილობდა. მისი წასვლა დაეხმარა მეტი დეტალის გამჟღავნებას ერაყის ყოფილი ბიოლოგიური იარაღის პროგრამის შესახებ. მაგრამ ჰუსეინ ქამელის გეგმა, რომ ერაყის გარეთ ახალი პოლიტიკური როლი მიეღო, წარმატებული არ აღმოჩნდა. რამდენიმე თვის შემდეგ მან გადაწყვიტა დაბრუნებულიყო თავის ძმასთან და ოჯახთან ერთად. მას შემდეგ რაც მიიღო დაპირება, რომ აპატიებდნენ. 1996 წლის თებერვალში ისინი ერაყში დაბრუნდნენ. ჰუსეინ ქამელი და სადამ ქამელი ჯერ სადამის შვილებს, მათ ცოლებს დააშორეს. მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ ორივე ძმა მოკლეს ძალადობრივ დაპირისპირებაში საკუთარ კლანთან. ძმების დაბრუნებამ და სიკვდილმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად სახიფათოა სადამის უახლოეს წრეში ყოფნა, როცა მის ნდობას დაკარგა. მაგრამ ჰუსეინის ოჯახში მომხდარს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდა. როცა უდაის რეპუტაცია სულ უფრო ზიანდებოდა, ჰუსაის უფრო და უფრო სერიოზულ პასუხისგებლობებს ანდობდნენ. ჰუსაი ისეთი ხმაურიანი არ იყო, როგორც მისი უფროსი ძმა. ის იშვიათად ჩნდებოდა მედიაში, მაგრამ უფრო ახლოს იყო ერაყის ყველაზე მნიშვნელოვან უსაფრთხოების და სამხედრო ინსტიტუტებთან. სულ რამდენიმე თვის შემდეგ კი უდაი თითქმის სიცოცხლეს გამოასალმეს. 1996 წლის დეკემბერში უდაის ბაღდადში მანქანით მგზავრობისას დაესხლენ თავს. მას რამდენჯერმე ესროლეს და რამდენიმე ტყვია მოხვდა. მისი ჭრილობები მძიმე იყო, მაგრამ გადარჩა. მკვლელობის მცდელობამ მას კვალი დაუტოვა. მას დარჩა ხანგრძლივი პრობლემები სიარულთან დაკავშირებით და საჭიროებდა ჯოხის გამოყენებას. ეს დიდი ცვლილება იყო უდაისთვის. ადამიანი, რომელიც დიდი ხანია აგრესიულ და დომინანტ საჯარო ფიგურად იყო ცნობილი, მოულოდნელად ფიზიკურად შეზღუდული გახდა. და სანამ უდაი მკურნალობდა, ქუსაის პოზიცია უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ნელ-ნელა ქუსაის ანდობდნენ ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებს. მას კონტროლი ჰქონდა სპეციალურ უსაფრთხოების ორგანიზაციაზე და დიდი გავლენა ჰქონდა რესპუბლიკურ გვარდიაზე, ელიტარული სამხედრო ძალა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო სადამ ჰუსეინის მთავრობის დაცვისთვის.
ამის გამო 2000-იანი წლების დასაწყისში უფრო მეტი დამკვირვებელი თვლიდა, რომ ქუსაი იყო ის, ვისაც სადამი ამზადებდა შესაძლო მემკვიდრედ. არ ყოფილა საჯარო განცხადება, რომელიც პირდაპირ იტყოდა, რომ ის იქნებოდა შემდეგი სადამი, მაგრამ აშკარა იყო, რომ ქუსაი უფრო მეტად იყო დაკავშირებული სამხედრო და უსაფრთხოების ძალაუფლების ნამდვილ ცენტრთან, ვიდრე უდაი. უდაის ძალაუფლება ბოლომდე არ დაუკარგავს, უდაი კვლავ აკონტროლებდა მედიის დიდ ნაწილს, სპორტულ ორგანიზაციებს, ბიზნესს და ფედაინ სადამს. 1989 წელს ის ასევე გახდა ერაყის პარლამენტის წევრი, მაგრამ სიტუაცია უკვე შეცვლილი იყო. უდაი საზოგადოებაში უფრო ცნობილია, ხოლო ქუსაი უფრო მეტად ენდობოდნენ იმ სენსიტიურ ამოცანებში, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებული იყო სადამის უსაფრთხოებასთან და მთავრობის გადარჩენასთან. ბევრი წლის განმავლობაში თითქოს ჰუსეინის ოჯახს შეეძლო ძალაუფლებაში დარჩენა სანქციების, შიდა ამბოხებისა და საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად. მაგრამ 2003 წელს მათი მთავრობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე გამოჩნდა. 2003 წლის მარტში ერაყში დაიწყო შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ ხელმძღვანელობით შეჭრა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობამ დაასახელა, იყო რწმენა, რომ ერაყს ჯერ კიდევ ჰქონდა მასობრივი განადგურების იარაღი და ის სრულად არ ასრულებდა გაეროს წინაშე დაკისრებულ ვალდებულებებს. შეჭრის შემდეგ არ აღმოჩნდა ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის მარაგი, როგორც ომის დაწყებამდე იყო ნავარაუდები. ერაყის მთავრობის ორგანიზებული წინააღმდეგობა სწრაფად დაიშალა. აპრილში კოალიციურმა ძალებმა ბაღდადში შეაღწიეს და სადამ ჰუსეინის მთავრობა დაეცა. მოულოდნელად გაქრა სისტემა, რომელმაც 10 წლეულობის განმავლობაში იცავდა უდაისა და ქუსაის. ერაყის ორ ყველაზე ძლიერ ადამიანად ყოფნიდან ძმები ძებნილებად იქცნენ. ისინი იმალებოდნენ, სანამ ამერიკული ძალები ძველი მთავრობის უმაღლეს ოფიციალურ პირებს ეძებდნენ. სადამი კვლავ მალავდა თავს. მაგრამ 2003 წლის 22 ივლისს ამერიკულმა ძალებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ უდაი და ქუსაი იმყოფებოდნენ ერთ-ერთ სახლში მოსულში, ჩრდილოეთ ერაყში. სახლი ალყაში მოაქციეს 100 პირველი საჰაერო სადესანტო დივიზიისა და სხვა ამერიკელი ჯარისკაცების მიერ. მათ თხოვეს შიგნით ყოფებს დალებება, მაგრამ ოპერაციამ მძაფრ სროლაში გადაიზარდა. შიგნით იყვნენ უდაი, ქუსაის თინეიჯერი ვაჟი მუსტაფა და ერთი მცველი. ბრძოლა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ამერიკულმა ძალებმა უფრო მძიმე იარაღი გამოიყენეს, რათა შეეღწიათ გამაგრებულ სახლში. ოპერაციის დასრულების შემდეგ შიგნით მყოფი 4-ვე გარდაცვლილი იყო. მოგვიანებით შეერთებული შტატების სამხედროებმა დაადასტურეს, რომ მოკლულებს შორის იყვნენ უდაი და ქუსაი ჰუსეინი. უდაი ჰუსეინი მხოლოდ 39 წლის იყო. უდაი ჰუსეინის ცხოვრება მხოლოდ ძალადობრივი ძალაუფლებაში გაზრდილი შვილის ისტორია არ არის. ეს ასევე აჩვენებს, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ადამიანი იზრდება ისეთ სისტემაში, სადაც ძალაუფლებას თითქმის არ აქვს ნამდვილი ზღვარი. დიდი ხნის განმავლობაში უდაის იცავდა მამის სახელი, უსაფრთხოების ძალები, ფული და მის გარშემო მყოფი ადამიანების შიში. მის წინააღმდეგ ბევრი ძალადობის შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მაგრამ იშვიათად უწევდა მას ჩვეულებრივი სამართლის პროცესის სწავლა. მაგრამ უდაის ძალაუფლება ასევე დამოკიდებული იყო ერთ რამეზე: მამის მთავრობის მუდმივ არსებობაზე. როდესაც 2003 წელს სადამის მთავრობა დაეცა, ასევე გაქრა სისტემა, რომელიც უდაის იცავდა და ძალაუფლებას აძლევდა. და სულ რამდენიმე თვეში მოზულის ერთ სახლში დასრულდა იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელსაც ოდესღაც ბევრი ერაყელი ეშინოდა.